აბა გოგუებო, მოგროვდით. ცოტა სახლურ ფორმაში ვარ და ვერ დაგენახებით, ამიტომ ეხლა ვაკეთებ სტაფილოს სალატს და მინდა რომ თქვენთან ერთად გავაკეთო გოგუებო. მარხვა იწყება და მოგეწონებათ და გავაკეთე და გემრიელი გამოვიდა და კიდე რომ შემიკვეთეს, ხო? თუ შემიკვეთ, ხო, რავი, როგორც არის. სტაფილო გავარჩიე, გაჩვენეთ როგორ კარგად ირეცხება იმ მე რეკლამა არ გეგონოთ გოგუებო, უბრალოდ რა ვიცი, იოლად რო გავაკეთოთ საქმე, იმიტომ ვდებ ესეთ რაღაცებს. ჭუჭრის სარეცხი, ქვაბების სახის იყო, იმით მიდევს ვიდეო, გავასუფთავე და მოხარშ, ეს არის მოხარშული, ჩემო ძვირფასებო. ეხლა მე ვაკეთებ სალატს. აი ეს დავჭრი კოხტად. აი ასე. თქვენ როგორც გინდათ, ისე დაჭერით, გძლათ, რავი, ჩემებს ესეთი დაჭრილი მოეწონათ. აბა, გავაგრძელებ რო დავჭრი. გავაგრძელოთ გოგუებო, ბიჭებო. დავჭერი, აი ესე დავჭერი, ჩემო ძვირფასებო, მოხარშულია, ცოტა მეტი მომევიდა მოხარშვა და სხვილად დავჭერი, რომ თან ესე მეყვარს მე, რა ვიცი. და კიდე რა უნდა გითხრათ, თევზი მოვიტანე. ჩავაპასტურმე და არ გადავიღე რომ მიდევს მაგის ვიდეო და უკვე ზედმეტი იყო და რო შევწავ ეს გარნირად ექნება იმ ჩემს რა ხქვია ღუმელში, აეროგრილის ღუმელში უნდა შევწავ, რომელიც ძალიან მაინტერესებს და ეხლა ეს მივდოთ გვერდზე, აქ ჩემო ძვირფასებო, ნიგოზი, ქინძი, პეტრუშკა, კამა, ცოტა, მაგრამ ქინძი ბევრია. ნიორი, ნიგოზი, ქინძი, პეტრუშკა, კამა, ნიორი და ნიგოზი, ხო კარგავ თქვი, რა ვიცი, კაცო, დავამატებ ძმას. ბევრი არ მოგევიდეთ. ის არის ჩემი ძმარი, ძალიან მაგარია. დავამატებ დაახლოებით 50 გრამს ზეითუნის ზეთს, ჩემო კარგებო. იქნებოდა ნედა 50 გრამი თვალის ზომით. დავამატებ სოიოს სოუსს, ესეც ცოტა გადამჭა და ვიტრიპაჩებ ბარემ დავასხა, უნდა ნახევარი გადამექცა. ეს არის თევზის საკმაზი. ამ თევზის საკმას დავაყრი აქ, ესე თვალის ზომით. ხდება, იმიტომ რომ თევზის მას უნდა მივატანოთ შემწყარ თევზს და ძალიან ხდება, რასაც ეხლა მე გავუკეთებ, თუ გავუკეთებთ და ეს არის სვანური მარილი, ჩემო კარგებო. აქ და მწარე წიწაკა დავამატოთ. ვეტყობა მე ესე მიყვარს ხოლმე. წითელი ვეტყობა. ეს აი ეს მივდგათ, ამას ახლა დავაბლენდერებ, დრო რო არ დავკარგოთ. დავაბლენდერე მეგობრებო, ამას ახლა აურევ აქ. შეიძლება სულ არ დასჭირდეს, ნახოთ. ძალიან ნაზად აურიეთ. მოხარშულია და მაგრამ მაგარი სუნი აქვს. ჩვეულებრივი ზეთით თუ გაქვთ, ეგეც წავა ახლა მაღაზიაზე, არ დაიბნეთ, ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო, გააკეთეთ. ძალიან გემრიელია, ძალიან კარგია. ცოტა კიდე დავამატოთ. და გავსინჯავ თუ დააკლდება. მერე შემდეგ კიდე დავამატებ. აი ესე დავამატოთ. ის უნდა რაღაც რა ვიცი, კარგი რა. აი ეს მარხვაშიც გამოგადგებათ. ძალიან მომეწონა რა, თევზსაც მოუხდა, შემწვარ ქათამსაც, რა ვიცი. თქვენ სადაც რაზეც გინდათ იხმარებთ რა, როგორ მიირთმევთ რა. საკვებზეც გინდათ, აბა გემოთი გავსინჯო. გამოიყურება აი ასე, გოგუებო, ბიჭებო, პატარებო და დიდებო. არის ძალიან გემრიელი. აი ვიცი, ძალიან გემრიელია. გააკეთეთ 1 კილო სტაფილო პური ლარისა იყო,
რა ვიცი, აი რაღაცები შეიძლება 5 ლარი ერთიანობაში, რა ძალიან ცოტა იყო ყველაფერი, აი ეს გატარებული ისე დარჩა ამდენი. ერთი სიტყვით გამოვიდა 1 კილო სტაფილოთი დამასალით ამდენი. აი რა ვიცი რა, გარნირათაც და ისეთ ძალიან გემრიელია. გააკეთეთ და მიირთვით და დამიწერეთ. თუ კარგი რამე გასწავლეთ, აბა მიდით და გააკეთეთ და გემრიელად მიირთვით, მიყვარხართ.